ნიკა, გიო, მარიშკა. უჩვეულო დასაწყისია ჩვენი ვლოგისთვის, მაგრამ უნდა გაგიმხილოთ საიდუმლო. საიდუმლო მაგარი ზარმაცები ვართ. სულელია. პრობლემა იმაში არის, რომ ძალიან გვინდა რომ შემოგთავაზოთ ლაშქრობა, იმიტომ რომ ჩვენი ვლოგი სწორედ მაგაზეა. ჯანსაღი ცხოვრება, ლაშქრობა, თავგადასავალი. ხო და ეს წვიმა რო არ მორჩა, ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ მოვედით ახლა არის ხმა რა მოიყო თუ არ გინდა რომ ტყავი გაგადრო ნელ-ნელა 8 საათი 9:30 და უნდა წავსულიყავით კოჯორში სალაშქროთ, იმიტომ რომ თბილისთან ახლოსაა და ძალიან საინტერესო მარშრუტი არის. მაგრამ ისეთი წვიმა და ნისლი არის, რომ იქ გამორიცხულია, მე დავფცინებ თქვენ რომ იტყვით რომ რაღა წვიმაში წავიდა ეს ხალხი ლაშქრობაში და ეხა ჩვენ გვაქვს ჩელენჯი. მიჯღანები მარიამ მამა გეიშვილო. მარიამს როგორც ხედავთ თქვენი ნაჩუქარი შარვალი ზედა აქვთ. ესაა თქვენი საჩუქარი მარიამის. ძალიან გიხდება და მე გულზე მოვძებნოთ ეხა სად არის კაი ამინდი და კარგი ამინდით წავიდეთ მერე სადმე, ხო? კადრი ჩემ გარაში არ უნდა იყოს. და როგორ ნაოდორნოთ? მეფში შედი და ნახე ნაკლები ნალექი სად არის, მაგრამ იქა ვაშულვანშია ნაკლები ნალექი და ყوار წავიდე. ვეზერ მე. წამო, მე ვამბობ, წავიდეთ, რამდენი ხანია გვინდა წასვლა წყალტუბოში. წავიდეთ. ნე გარჩეინდ უნდა წავიდეთ. დავჩვერდო. რატო უნდა დავრჩეთ, წავიდეთ და ჩამოვიდეთ 2 საათია წყალტუბომდე. მაგარი ხალხი ცხოვრობს და ვიძრუნიანებთ ამ ძველ იმეებში. ესაც მე არ უნდა გამეტალახიანდეს ახალია და ბეჟი არის. გამოქვეულში რო. და დღეს კოჯორში მიდიოდი სალაშქრო წვიმაში და რას ქვია არ უნდა გამიტალახიანდეს. რებს? ბახილებ წამოხებული. რა ბახილებ? ბახილებ რომელსაც მოგია. ბახილები თუ. Oane pers ratat გვაჩვენეთ და აი ძალიან კაია. აი ეს არის ბორჯომი აქ. აი რასაც მწვანე ფერი რა დანახებს ისინი კაი. ან მწვანე ფერი ეს ახალციხე ეს რა არის? ეს აჭარა უკვე. ეს აჭარა. ხულოში ხო ცოტა მეშორება. ოზურგეთი. გურიაში. სემიგუ. ლანჩხუთში წამოდით რა. ლანჩხუთი. ჩოხატაური ლანჩხუთი არის ხოძე. წამო რაჭაში ხო ჩამოვალთ უკან 2-3-ზე თბილისში ვიქნებით ღამე. რა რაჭაში? რა უნდა 3 საათი? რაჭაში რა გადავლა? რაჭველები. აუ და ლურიანი მას შევჭამდით. წამო. რაჭაში წავიდეთ. ლობიანი. წავიდეთ რაჭაში. დავი რაჭაში ვიმდივარ. წავიდეთ რაჭაში. ხო რა ფრე. წამო მე თან ხო ადი. მარიშკა. დემოკრატია გვაქვს. ხალხო კოჯორში ასულს ვაპირებდით. წავიდეთ რაჭაში ლურიანი წამო. ეძებთ თანამშრომელს, შეგიძლიათ გამიკავშირდეთ სამსახურიდან მივდივარ. თბილისში იყო წვიმა, აქ არის გრიგალი. გეგმა თქვი. გეგმა გვაქვს მრავალგზავი. ძალიან მინდა ჩემი სოფელი ნახო. ნიკა სოფელი არის კვაშხიეთი. წავედი. ხო და კიდევ ერთხელ ვიძახი, კოჯორში მივდიოდი. ჩამოვედით კვაშხიეთში. და ყველაზე სასაცილო, მაგრამ ამავდროულად სატირალი ნინო რა არის? ჰა? ალო? ნინო. ყურსასმეს რო ვიკეთებ, თქვენი ხმის გაგონება არ მინდა და დაიფახო. ვერ დავინახე. დაიწყო ჩვენი ოფროუდი და მანქანას რაღაც საეჭვოს მიაქვს. აუხო! 2 წლის განმავლობაში ნიკამ პირველად Google Map-ი გაჭერტო. გილოცავთ ახალ წელს. ვიპოვნოთ ნიკას სახლი. აულობიანი მინდა მაგრა. სხვა სოფელში ვართ? დავბრუნდებით რომ გავარკევთ სად ვართ. საკაიტალახებია. ფურასუნია. ბრუტ.
მე ამბობს რა უქენ. რა ამბავს? რა შენ? რატო? პარიზიდან ხომ არ ჩამოვიყვანე? ეს რა სოფელია? ო. ვაშ ზემო ყაშხეთ ხო? შეიძლება შემოვიდე ორი წუთი. დებანზე შეხდა. ნიკამ დაკარგული ნათესავები აღმოაჩინა. ლამაზი შესოფელი გაქვთ ეს ეუბნება და წესი ერამინში ჩამოსულიყავით წვიმები რო არჩიეთო. კოჯორში უნდა წასულიყავით იქ წვიმდა და რაჭაში წავიდეთო. მზეაო. გაჩახჩახებული მზეა რაჭაში წავიდეთო. ფილა კაია გაზაფხულის ისეთი დამიკავშირდით სამსახურს ვეძებ. თხოვთ. ხელფასი არ მაინტერესებს. გიო დროა შენც ვერ გქონი. ორნი ვართ. ვიცით ინგლისური და ვიტარი. პოლონური ცხოიცი შენ. პოლონური, ხო. თქვენი სახელი? დაცოლებანი. ჩვენ ფერობდები ნიკა. კი. საიდან იცნობ ნიკა? აი ხარი. გოგრო არის ნიკას ნათესავი ხა გაქვს. შეიძლება? შემოგეჭრებ ცოტა ხანი რა. რაჭაში ვარ გადაღებაზე და გამომიწია გულმა აქეთ. აი ხარ ზემო ყვაშხეთში, ოქრო ლევანიძის სახლში, ჩემი ბიძაშვილი გამოდის რა. ხო, აი მეორე ბიძაშვილი არის გავიცანე. და ისა რა, ჩემი წინაპრები აქედან არიან რა. მე რა ვთქვა? წინა ვლოგში რო ვიყავით ჩამოსული რაჭაზე, ბევრმა მოგწერა საყვედური რა როგორ მოხდა და არ შეიარა შენ სოფელში და მაინტერესებს კაცმა რომელსაც შემოიარა მთელი საქართველო, რატომაა რომ თავის ფესვებს არ უბრუნდება? უბრუნდები აგ ნელ-ნელა რაჭულად უბრუნდები რა. ძალიან ცალსახა იუმორი იყო. რა გინდა გეკითხება მასე. ნათესავები გიცავენ. რადგან ჩვენ რო არ გვეთქვა გვანახე საიდან ხარღო არ მოვყავდით. ხო და რა ვიცი მეც მაგას ვამბობ სვანეთი დატკეპნა და რაჭას რა წუნი უპოვნა რაჭველები მე პრაქტიკულად თქვენიანი ვარ მოკლედ ცხენები არის შენი ისა რა ქვია საქმე თუ ჰობი თუ რა არის ჰობი და აი მესენჯერი ყველა ჩვენ გაკეთებული და შენ აკეთებ და ეს რამე ტრადიციული არის ანუ ძველებურ სტილს ირჩევ საიდან მოდის ეს ცოდნა რა გაკეთება ერთია და რას აკეთებ მეორეა წერალი რო წიგს წერს ხო იცი მუზა თუ არ მოგივიდა ვერ გააკეთებ გამორიცხულია რა ანუ მუზა ეხა როგორ არ მოგივა გაიხედე საცხორო არა არც ეგრეა მთლად რა აჰა აგერი და ამისთან რაღაცები კიდე ეს არის ძველებურ ქართულია არა ეს ჩამოტანილი ლეგა ეს თვითონ ტყავი აქ ნაყიდია და მე ჩემი დაწნულია. აჰა, დაწნული და ესენი არის აღვირები, ხო? კი ბატონო. სად ისწავლე? ჩემით. ანუ არავის არ ისწავლები. არავის არ ისწავლები. ჩემი არ იყოს, ჩემი თამადობით, სოფელი დაცლილი არის, ხო? ეხა ბევრი ცარიელი სახლია რა. მე კი არ უნდა ვკითხულობდე ხო ამას. თქვენია ჩემ წინაპრებთან მაგრამ 90% სახლი არის მიტოვებული და ზაფხულში თუ მოდიან ეგ არის. და აი რამ გაგაჩე რა? შენ ოჯახი ბავშვები გამრავლოს. სიყვარული, მაქაურობის სიყვარულმა და მეუღლე დამეთანხმა და ვარ აქ, მე-5 წელია. მეუღლეც რაჭველია? არა, კახელი. არ არის რაჭველი დო? კახელი. ბავშვები აი სკოლაში ონში დაკავს? მე შეიძლება ერთი კითხვა? აი ხო არსებობს მითები და რაღაცები რა, აი მაგალითად გურული ვარ და ყველა მეუბნება გიჟი გურული ქალი ხარო. რაჭველებზე არის ისეთი მითი რაც მართალია? ის ნახე. მე ვიცი რომ გურულები დაღლილი რაჭველების გაკეთებულები არიან, იცი ეგ?
აგი იყო მგონი შეურაცხყოფა. გამოვიდა შუსტრივე. ეს იცი რა ბიძა შენია? ბიძა მოგიყვანეთ. თქვენი სახელი ქალბატონო? მარიამ ლებანიძე. მარიამ ლებანიძე. dabzandit თუ შეიძლება. მობზანდით მარიამ ლებანიძე. მეორე სადაა მეორე ლებანიძე. ქალბატონო მარიამ, თქვენ გაიცა. ვიმე კი გავხართ, ხო იცი ახლა რომ გადმოგხედეთ თვალებით. ლებანიძე. მარიამ, რამდენი წლის ხარ? 10. სერიოზული განცხადება. შენასაკში უკვე ვიცოდი რა პროფესია მინდოდა მქონოდა. შენაკიდე. მაგრამ იმის მერე 9 გამოიცვალა. არა, იმ პროფესიას გავყევი სხვათა შორის. ბიჭები გიშლიან ნერვებს? კი, ზედმეტად. ნაცემი ყავს ვინმე? კი, რეზი კანდელაკი. ყოჩა, მე შეიძლება დავმარტე მე-4 კლასში. ზაფხულში ერთობი? კი, ძალიან. ბევრი ბავშვებია? ამას გვიმალავდი. კი. მსახიობი უნდა გამოვიდეს უეჭველი, ხო? კი. ხო? რავი. თეატრი თუ კინო? მიდი და მე მომოგეხმარებ. თეატრზე დავდიოდი მე, მაგრამ მე მასწავლებელი წავიდა. ხო? მაგრამ იულიდი რო რამე? კი. აბა ონის მუნიციპალიტეტს უნდა ვთხოვოთ თუ სკოლას. დააბრუნეთ თეატრალურის პედაგოგი იქნება. ამისთანა ნიჭიერი ბავშვები არიან. თეატრს აჯობია. არა? დააბრუნეთ რა, მასწავლებელი კაი იქნება. ეხლა იცი რა მითხარი? best friend-ები მე მყავს, საუკეთესო მეგობრები. ანა მემანიშვილი და კატო სამხარაძე. მოკითხა შენს უახლოეს მეგობრებს. ეხლა მითხარი, აი ყოველდღიურობა როგორია? სკოლაში მიდიხარ, მოდიხარ, ცეირნობთ სადმე, კონცერტები, შეკრებები, ჭორაობა, ინტრიგები, ყველაფერი გვაინტერესებს. დილის 9 საათზე ძლივს ვიღვიძებ. ყოველ დღე უნდა დავაკვირანო. სკოლაში ახლა მე-4 კლასის დამთავრებისთვის ვაკეთებთ კონცერტს. რა კონცერტი იქნება? ჯერ უნდა ვიცეკვათ ვალსი გამოსვლისას. ვაა. შენ იცი რომ მე ვალსის ცეკვა ვიცი? 4 თვლაზე და 8 თვლაზე. მე 8-ზე ვიცი. ვაა. კიდევ უნდა ვიცეკვათ რაჭული და აჭარული და მერე ფლეშმობი. ფლეშმობი გაქვს? ჯერ არა უნდა დავდგათ. მერე სკოლა როდესაც მთავრდება, ძირითადად მერე წრეები მაქვს. ლიტერატურა, სიმღერა, კიდევ მხარეთმცოდნეობა. მხარეთმცოდნეობა რა საგანია? ხარუცოდნეობა მაგარი საინტერესო რაღაცებს გასწავლიან. მე ვიქნები ხარუცოდნეობის მასწავლებელი უნში რო დავფერდები. მე არ ვიცი საერთოდ ეგ საგანი ჩემს გეოგრაფია არისო ხო ჩვენ დროს ხარეთმცოდნეობაში რა სწავლობთ ერთი მაგალითად? ხარეთმცოდნეობაში გასწავლიან, აი მაგალითად ახალი შეცვლილი ვარ და ძირითადად არ ვიცი. ყველაზე მაგარი ადგილები რაც უნდა ნახოს ადამიანმა, როდესაც ჩამოდის რაჭაში. 3 მაინც დაგვისახელე. ქვაგახეთკილა. აი თუ არ იცის. მრავალძალი. აი. ნიკორ წმინდა. ნიკორ წმინდა რა არის? ხო, ხარ ამყოფი? არა. რაიო. მაინც აქედან დადის რა, ზემო რაჭველები ვარ ჩვენ ქვემო კი არა. ზაფხულში ალბათ კიდევ ჩამოგაკითხავთ. გაიცანი ბიძა. გამარჯობა. არც თუ ისეთი ურიგო ბიძა ყავს. სხვათა შორის წავედით ხა. მოიხედე, შენი ზურგი არ გვაინტერესებს. მოკლედ ნინუცას რეინკარნაცია არის, კამერამენი არის ამ ბლოგში, როგორც მივხვდი, ხო? ხო. მე ვინ ვარ და ნიკოლ ლებანიძე. მრავალძალი გეოგრაფიულად არის ძალიან მაგარ ადგილას. აქედან ჩანს ქვემო რაჭა, ზემო რაჭას და მთლიან რაჭას უყურებ. ჭუთხარო, შოდაკედელა, იქეთ ბუბას მყინვარი,
კარგამიჩი სავარაუდოდ შეიძლება ზუსტად არ ვიცი სვანეთის მთების კი ჩანდეს ცენტრალური კავკასიონი და რაჭაში რომ მოდიხარ ამის გარშე არ უნდა წახვიდე აქაურობის გარშე ჩემი პირველი უნდა იყოს პირველი არა შუაში არის ნიკორწმინდა უნდა იყოს პირველი საიდან მოდიხარ გააჩნია ნინოც თუ მოდიხარ ახალი გზით ჩვენ როგორც მოვედით ახლა ეს სპონტანურად ალბათ ჯერ ონი უნდა ნახოთ და მე აქ ამოიაროთ და მე ჩახვიდეთ ქვემო რაჭაში თუ მოდიხართ ჩვეულებრივი გზით შაურის ტბის მხრიდან მაშინ რა თქმა უნდა ჯერ ნიკორწმინდა მე ამბროლაური მე აქ და მე ონი და მარშრუტები რო ვთქვათ ორივე გზის შესახებ დაახლოებით გზებს რა შეეხება აი დღეს ჩვენ მაგალითად აქ როგორ მოხვდით რამდენ სიმაღლე როგორ მოხვდით 1800-ია თუ არ ვწდები ხო 1800-ია სიმაღლე ხო ონიდან არის 34 კილომეტრი და ამბროლაურიდან არის 25 ხო ანუ ამბროლაური უფრო ახლო მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს ხო მაგრამ ახალი გზიდან რომ მოდიხარ ხო ახლოსაა რა მოკლედ და ჩვენ სავით ეს სპონტანურად თუ გადაწყვიტოთ რომ სადმე გაისეირნოთ და საწახვიდეთ და რაჭაში წამოხვიდეთ აქ მოდით რა ძალიან ლამაზია და დღის მეორე ხო არის რა უნდა ვთქვი დღის მეორე ნახევარში მოსვლა ჯობია იმიტომ რომ ზე გადადის რა და მზის ჩასვლა აქედან არის ფანტასტიკა რა ძალიან ლამაზია და ეხლა სად მივდივართ ჭოლევის ტბაზე მივდივართ და მე შევჭამთ ლობიანს ამბროლაურში და ესე ჩვენი კოჯორი იქნება მარიშკა ეხა არ ჯობია კოჯორს არ ვაკნინებ მაგრამ ჯობია მაყურებელს მოენატრა შენი მანქანის შიგთავსი ვაიმე ისევ რაღაცა ჟონავს ვინმე კეთილი ადამიანი გამოგვეხმაუროს მანქანის შეკეთება ვინც იცის ნისანის თორე დავრჩებით მალე გული გვიგზნობს მანქანის გარეშე ეგ არის აბა აქედან გასცი აქედან გასდის მოშვებული აქ ისა რა და გრამესაშია ვინმე ღვთისმიერი გამოჩნდით ვინც ნიკას მანქანას კარგად დაათვალიერებს საბოლოო დიაგნოსტიკას ჩაუტარებს გაგვარკვევს რა სჭირს ამ მანქანას არაფერი ისეთი არ არის აბა საშიშიაო საშიშია ვინ თქვა შენ თქვი წეღან რომ საშიშიაო მოშვებული მეთქი და ნინუცამ მკითხა საშიშიაო და კიო უპასუხა ანუ მე არ მithქვას რომ საშიშია თქო სასაშიში ნინუცა არ გადმოდის რატო იმიტომ რომ ეხა ვიყიდა ერთი კვირის წინ და არ მინდა რომ ტალახში დავსვარო და ამიტომ არ გადმოდიხარ ტბაზე არ მოდიხარ ის რამდენ ტალახი არის და უნდა დავისვარო და მეწოდება უკვე დასრული არის ეს რომ მოგცა შმენანება მარიშკა შენ გაგიფუჭდება იგივე ახლა არა მარიშკას გაუფუჭდება თავისი ფეხსაცმელი და იქნება გადასაგდები როგორც მთელი ჩვენი ტანსაცმელი ამ დამსვარია სალამონე აკეთებს სპეციალურად ისეთ ფეხსაცმელებს რომ ტალახში იარო გავწმინდავ ჩემს შენ თეთრია და მართალი ხარ ცოდოა და აჰა რატო ცოდოა არ მსმია არსად მინდა ეხალ ტალახის გარეშე გავიდე ქალაქში ჩაიცვი აჰა არ მინდა რატო ვიждებ მანქანაში თქვენ წავიდეთ ან ვეზარება ეხა რა ტალახიანია უკვე ადე აუ ნინუც შენ იცი ის რომ დავწერეთ რომელი ანიმაციის ისინი ვართ თქვა და დაგვიწერეს მარიშკა არის კონკია და ნინუც არის დედიდასველი დამწყები მთასწრელები როგორ დადიან გაწკეპილები მერე როგორ დადიან მოხოდილები და მერე იქაურები ლოკალები რომ ყველაზე მაგრა ვინ დადის თაში შერპები შერპარი დადიან ჩუსტები დათვის კვალი აგერ ვერ ხედავ დათვის კვალი დათვის კვალი არის მაგრამ იქით მიდიოდა ნიკ ანუ უკანა გზაზე შეხვდება აუ ტიპი რაზე იძახის ადამიანის ფეხიო ამას შეხედეთ ეგება ადამიანის ფეხია აბიტონია
ნინუცას ფეხია. იქნება ბიგფუტი არის ტყეში. რა იცი? ეგნება რაჭის ტყეში დადის ბიგფუტა. სად ვართ მარიშკა? ანუ შენ ცალკე ვლოგს იღებ? ხო. გაყოფა უნდა ის ვიღაცა რო წერს ისტორიულად ერთი ცალი ადამიანი. თავისი YouTube-ისთვის იღებს GoPro. ის ვიღაცა კი არ არის, მე ვწერ. დეჭვი მაგრამ შენ წერ შენდა. აუ ყველაზე მაგარი თქვენში ნიკა არის, ვერაფერს ვერ იზავდით ჩემს გარეშე. ჭოლევის ტბაზე ვართ. რავალძალის ზემოთ რა 1 კილომეტრში არის, ფეხითაც შეიძლება გამოხვიდეთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ აქ გარეული ცხოველები ბევრია. გზაში დათვი კვალი ვნახეთ, ეხლა წავართ ამროლაურში, ლობიანს შევჭამთ და დაგემშვიდობებით. ოღონდ ჩემ მანქანას რაღაცა გაზდეს და იქნებ შევაკეთოთ ამროლაურში და მაგიტო ჩქარო. ჩაცმას რა შეეხება? ამ შემთხვევაში ნინუცა უფრო რელევანტური იქნება. და გისმენთ. ეს არის ვინსტოპერი, წვიმისგან არ დაგიცავთ, მაგრამ ქარისგან გიცავს და მაგალითად ეხლა ძლიერი ქარია და საერთოდ არ მცივა ვერ გზნობ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი ფენაა და გაძლევს საშუალებას, რომ გაოფლიანდები და დაგწება, საერთოდ არ გაწუხებს რა, ქარს ატარებს და მსუბუქია. ფეხზე არის გორტექსი, არ დაგვისვოლდება და გაირეცხება დაისრება, მაგრამ დაისრება. შიგნით ესე იგი პირველი ფენა. აქ იცი რა გავაკეთოთ? შეგნით მაცვია ერთი ფენა თხელი მაისურის და დღის განმავლობაში როდესაც დამწყა გამომადგა, შემდეგ მაცვია ესეთი middle layer, ეგრეთ წოდებული შუა ფენა, რომელიც ასევე არის ძალიან თბილი, ძალიან მსუბუქი, ატარებს ჰაერს და არის და ის ამოდან კი ვინსტოპერი არის და წვიმის საწინააღმდეგო არის და შესაბამისად ჩაკაფსულებული ვარ და საერთოდ ვერაფერს ვერ გრძნობ და არა და ძალიან თხლად და მსუბუქად მაცვია და კომფორტულად შემიძლია ნებისმიერი მოძრაობა შევასრულო. მაგალითად, აქ თუ გამოჩნდება დათვი, ჩემს ეჩქარა ვერავინ ვერ გაიქცევა, იმიტომ რომ ძალიან კომფორტულია. და ეგება გამოჩნდეს. ჩემი აუთფიტი მე მაცვია ქართული წარმოების ფეხსაცმელი. ამას რა ვქვი არ ვიცი, უკანა წერია. ლივაისის ჯინსი? არა. დრანცხო დიქის ჯინსი გაწია. აი, ჯინსი და აი ეს ჩემი საყვარელი ხუდი მთავთა. ვისი აუთფიტი უფრო მეტად მოგწონთ? ეხლა მარიშკა შენ ჯერია როგორ გაიჯღანე აქ არაგონი არ გაიგე. ანუ ეხლა რატო არის შენ ჯერ იცი? ესე იგი მე მაცვია ნინოს ნაჯუგარი შარვალი რომელიც თქვენ დამსახურებით ჩემს კანადაში დევს უკვე ფეხზე მაცვია სალომონი ოღონდ ჩემი უფრო მუქიფერია და ტალახს აიტანს არ შეეტყობა ნინოსი სამწუხაროდ შავი გახდება სალომონებში არა ეს პარიზში არა ეს მანამდე მქონდა ეს პატაგონიას ნინუცას ის არის ძალიან კაია პატაგონია არის ერთ-ერთი ჩემს საყვარელი ბრენდი ხო და ფერიც ისეთია. გაიგე. მე დავიჭერ შეიძლება. მიდი. როდის ვჭამთ ლობიანს დილას გამოვედით ამ საქმეზე
იდეაში ჩვენ ცხოვრობთ თბილისიდან ჩამოვედით რაჭაში, იმიტომ რომ გვეჭამა ლობიანი ლორიც. მოდი. მოვაკითხეთ. მართალია დაკეტილი დაგხვდა საცხობი, მაგრამ არ ვიცით ვინ იყო. მადლობა შეუთვალოთ. მე ვიცი იმ გოგოს ვისიც არის. თბილისიდან გადმოვიდა რაჭაში საცხოვრებლად. რა ქვია? ნინიმ შეისმინა ჩვენი თხოვნა, რომ საღამოში შენს გაჭმევთ, არი ნერვიულო. რომ თბილისიდან ჩამოვედით ლობიანი საჭმელად, ხო და ესე ჯიგრულად დაგვიტოვა მაღაზიაში. არ დასვოლდეს გიო, მე მგონი ეს სველია. ეს არის ჩვეულებრივი ლობიანი და ის არის ლორით. ეს ჩვეულებრივია. დანა რამე გვაქვს? ნიკა, დანა რამე. ეს თბილისის დასახებია. მაგ დანა. მაიტა. რა დანა შევჭამთ 4-ს, 4 ცალია. კოჯორში ვისეინე ძალიან კარგი იყო კოჯორში ლობიანი თუ მოგინდებათ შეგიძლიათ ამბროლაურს ჩამოხვიდეთ და მიიღოთ. მარიშკე, შენ ისევ ამბობ რომ კოჯორში გინდა? კოჯორში დასასრულებლები ვართ, ეს ძალიან კაი ტურია სხვათა არა, ძალიან კაი ტურია. უბრალოდ წვიმა იყო რა. მე მგონი საუკეთესო ანონსი გავუკეთოთ ტურს. რა? სად იყო, ცოტა იყო წვიმა. კაი არა რაჭა რა. მაგრამ ზემო რაჭა მაინც გასაკეთებელი გვაქვს. აუცილებლად კიდევ ერთ ჩამოსასრულებელი არაერთხელ. მე ამ ლობიანზე პირადად არასოდეს არ ვიტყვი უარს. დააკლიკეთ, გამოიწერეთ. რა გაახსენე მარიშკა ეს? სამსია. არა, გენაცვალე, არა. გაიხებიცოთ რა გვიყო? შენ გაიხარ. ნუ მეჭყული რა მეჩხარებად მიერე. თქვენ მაინც დამიცავით. დღეს როგორ მეჭხუბა? კაცო. გაიხარეთ, მადლობა. და მოდი ერთად ზუსტად ვეუბნებოდით ხალხს რომ გამოიწერონ ჩვენი ვლოგი, რომ გქონდეს საშუალება რომ დიდხანს და ხშირად ვაკეთო. გამოწერილი გაქვს. აი გაზო ნაზმავი რო ხარ ეგა კაია. ვირა საღამოს ახლა რატო უნდა იყო კაცი ფხიზელი? შაბათს უნდა იყო ეგა. გამურთე ხო, всё. გამოგვიწერეთ. Bye.